დილამშვიდობისა. აქციანი ყავა მაქვს. ეხლა ვისაუბრე პირველ რიგში მინდა გითხრათ ძალიან დიდი მადლობა სანამ დღევანდელ დღეზე მოგიყვებით. უღრმესი მადლობა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ თქვენი მხარდაჭერა. ჩემთვის რამდენს ნიშნავს და არა მხოლოდ რამდენს ნიშნავს, რამ ხელად ძალას მაძლევს. აი უბრალოდ სიტყვით ვერ გადმოვცემ თქვენი კომენტარები, თქვენი ჩართულობა და ჩემს გვერდით ყოფნა იმ ადამიანების, ვინც დიდი ხანია მიყურებთ, იმ ადამიანების, ვინც ჩემს სულს ხედავთ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ როცა ვირჩევ ჩემ თავს, ჩემ თავად ყოფნას, ჩემს სიმართლეს და სინამდვილეს, ჩემთვის ეს ერთადერთი სწორი გზა არის. და ეს ჩვენი სიყვარული, ეს ჩვენი community, როგორც ეძახიან, არის ძალიან წმინდა და ძალიან ძვირფასი. გუშინ სარბენბილიგზე ვიდექი და მომივიდა შეტყობინება. მომწერა ადამიანმა, რომელმაც მითხრა, რომ არ ვიცი წაიკითხავ თუ არა და თუ არ წაიკითხავ, ან თუ არ მიპასუხებს, საერთოდ არ მეწყინება, გული არ მეტკინება, სიტყვით არ ვიძახი, უბრალოდ გიყვებით, რაც მახსოვს. დეტალურად არ მინდა რომ წავიკითხო, იქნებ მას არ უნდა რომ წავიკითხო, მე უბრალოდ მინდა ჩემი პირით მოგიყვეთ რა მითხრა ამ ადამიანმა და ამ ადამიანმა მითხრა, მე ის ვარ, ვინც იქიდან გიყურებს, როცა შენ თორნიკე და ანდრია ქორნდოგებს აკეთებდით სახლში და ამ ქორნდოგებს ინჯავდითო. და სულ შენთან ვარო. და არასოდეს დამიკომენტარებია, ძალიან მიყვარხარო და ჩემი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდებში ვუყურებ შენს ძველ ვიდეოებსაც რამდენჯერმეო. და რა პერიოდსაც გავდივარ, იმის მიხედვით ვუყურებ ხოლმე ვიდეოს, მაგალითად ეხა ორსულად ვარ და შენი ორსულობისევას დაბადების და იმ აქ ვიდეოებს ვუყურებო და მინდა რომ წარმატებული იყო, მინდა რომ შეგამჩნიონ, მინდა რომ დაგინახონ, მინდა რომ შენს თვალებში არ ჩაქრეს სიხარული, მინდა რომ ისევ გემღერებოდეს, როცა საჭმელს აკეთებ, ან როცა სარკეში იხედები. აქ იმხელა სიყვარული იდო, აქ იმხელა სინამდვილე იდო და ვიციო რომ უნდა მეთქვა აქამდე, მაგრამ იმიტომ არ მეთქვამს, რომ ესეთი ვარ, მეც ესეთი მაყურებელი ვარ. არ ვწერ ხოლმე არაფერს, თუ ხედავ რომ ადამიანს უჭირს, მაშინ ექსტრენი შემთხვევებია, მაშინ ვწერ ხოლმე. როგორც მაყურებელი, მეც ეგეთი ვარ და ამიტომ ძალიან კარგად მესმის. და უბრალოდ არ შემეძლო, რომ არ მომეწერაო. გადავედი და ვნახე ფოტო. თვითონ მისი მეუღლე ბავშვი, ყველას როგორი სახე აქვს, იცით? ნათელი, კეთილად, ძალიან კეთილ ადამიანებს რო აქვთ ესეთი ნათელი, მზესავით, სამივეს და მეგეთ ადამიანებს გიყვარვართ, მე ისე გავბედნიერდი, გოგოებო. პლუს თქვენი ყველას კომენტარია, თქმა უნდა. გუშინ საღამოდან ვიდეოს დადების მერე რაღაც დროის მერე სულ კითხულობდი თქვენს კომენტარებს და არ ვიცი. ისევ ახსდექი და ისევ დავბრუნდი. ისევ აქ ვარ. გადავწყვიტე, რომ ხო და რაც არ უნდა, რასაც შენ გადიხარ და გავლილი აქვს ბევრი ადამიანი სამუდამოდ ჩამოიშლებოდა და ეხლა შენც ახლა ჩამოშლილი ხარ, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ წამოდგებიო და ჩემი სულის ესეთი ცნობა წარმოიდგინეთ. რამხელა რაღაცაა, რომ ადამიანები ერთად ცხოვრობენ, ადამიანები დიდი ხანი ერთმანეთს იცნობენ და ეს სიყვარული არ აქვთ. ეს ერთმანეთის ცნობა და ცოდნა არ აქვთ და ეს რამხელა რაღაცაა, ჩემთვის ეს სიტყვით ვერ გადმოვცემ უბრალოდ ეს რას ნიშნავს და რამხელა რაღაცა არის. ხო და ძალიან გავბედნიერდი თქვენი ყველას კომენტარი. ძალიან მაბედნიერებს და აუცილებლად წავიკითხავ ყველას ცალკე ვიდეოზე, უბრალოდ აქ ამ დილის ვლოგში მინდოდა ყველასთვის სათითაოდ და ერთად მეთქვა ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ. მე არასოდეს არ გამცრუებია თქვენში იმედი. ჩემ თავში გამცრუებია და თქვენში არასოდეს არ გამცრუებია იმედი.
და ძალიან მადლიერი ვარ ჩემი თავის იმით, რომ ოღონდაც მაყურებელი მყოლოდა და ყველას არ ვიტოვებდი და იმათ ვინც არ იყო ჩემი სულის ერთ ტალღაზე იმათ რომ ბლოკავდი ძალიან სწორია ეს იმიტომ რომ შენთან ისინი უნდა იყვნენ ვისაც შენი სულის ესმის იმიტომ რომ სხვა რა აზრი აქვს სხვა ჩემთვის არ აქვს ხო და გადავწყვიტე რომ ავდგები ისევ გავაკეთებ იმასაც სწორად მიმაჩნია შევეცდები რომ უკეთესად გავაკეთო ჩემი ვლოგები, ჩემი სიცოცხლე, ჩემი მარათონი, ჩემი TikTok-ი, ყველაფერი რაც მიყვარს, რაც ვთვლი რომ ადამიანებისთვის რასაც მოაქვს რაღაცა სარგებელი, რამაც შეიძლება ვიღაცის ცხოვრება შეცვალოს, ისევ გავაგრძელებ ამის გაკეთებას და ძალიან მინდა რომ ძველი არხი, რომელიც მაქვს დიდი 48,000-იანი, წონაში კლება და წონაში კლების ფსიქოლოგია კვებით აშრობა და ამ თემებზე წარმოვაყენო და რეალურად ამითი დავიწყე და ამას მინდა რომ ეგ არხი მიუძღვნა და ისევ ამამუშაო, იმიტომ რომ ის არხი ძალიან დიდი ხანია მიტოვებული და პირდაპირ გული მიკვდება და აი მთელი ეს წლები იმიტომ არ ვკიდევდი ხელს რომ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ეხლა ვიცი რა უნდა გავაკეთო, მაგრამ არხზე ზუსტად ვიცი და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ სარგებელს მოიტანს, ანუ კი მე მექნება მარათონი, სადაც მე ვიქნები და მე წავიყვან ადამიანებს და მე დავეხმარები, მაგრამ ასევე მექნება არხი, სადაც ადამიანს შეიძლება სრულიად უფასოდ მოусმინოს და თავისითაც გააკეთოს ის ყველაფერი. თუ კი რა თქმა უნდა, შეძლებს რომ თავისით გააკეთოს და ვიღაცის დახმარება არ დასჭირდება, არიან ესეთი ადამიანები, მე ესეთი ადამიანი ვარ, ყოველთვის ჩემი თუ აკეთებდი ხოლმე. და ძალიან მადლიერი ვიყავი ხოლმე, როცა ინფორმაციას ვიღებდი და მინდა რომ ეს გავაკეთო კიდევ რა თქმა უნდა იმ ადამიანებისთვის, ვინც წლებია დადიან ეს წრეზე, სულ ikლებენ, მერე იმატებენ და აი ამ ჯოჯოხეთში ცხოვრობენ და მინდა რომ რაც შეიძლება მეტ გოგოს დავეხმარო, რომ სასურველ შედეგამდე მივიდეს, აი ეს დახუროს ეს თემა და აბსოლუტურად სხვაზე გადავიდეს. ხო. და გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია. და იყოს ის როგორც იქნება. მოიტანოს ამ ყველაფერმა ის, რასაც ჩემთვის სამყარო გაიმეტებს და სამყარო ჩათვლის, რომ მე ამის ღირსი ვარ. ხო. იმიტომ რომ არჩევანი არც მაქვს, მე ესეთი ვარ. ხო, ეს არის უბრალოდ მიღება და ძალიან დიდი მადლობა, რომ ესეთი დაშლილი და მოზუნზლული ჩამიხუტეთ და ძალა მომეცთ გუში. უღრმესი მადლობა. ეხლა დღესაც მინდა რომ ვისაუბრო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ცუდად გრძნობდი თავს, როგორც გითხარით და როგორც უკვე იცით და აი იმას ვუმკლავდებოდი, რომ არ გავქცეულიყავი, ამ ცუდად ყოფნასთან ყოფილიყავი. გამოსავალი კი არ მეძებნა, უბრალოდ მომეგვარებინა ის რა მткиოდა და როცა აგვარებ იმასაც გткиოდა, ამ გრძნობას განიცდი, მე თავშიც ჩნდება გზა, ანუ თუ გზას ეძებ და ამას არ აგვარებ, გზა არ ჩნდება პირიქით, უფრო სასწარკვეთაში ვარდები და თუ ამას აგვარებ, რაც გაწუხებს, მე გზა თავშიც ჩნდება რა. ხო და აი მაგას ვაკეთებდი და მთელ ამ ამბავში გულზე მეწვა ძალიან ის, რომ ჩვენ მანქანას აქვს ტექდათვალიერება გასავლელი 6 თებერვალს. და ესე იგი მე არ მიმიყვანია ხელოსანთან, ექიმთან მისგი. ექიმთან უნდა მეთქვა. ხელოსანთან არ მიმიყვანია. ვიცი რაღაცები გასაკეთებელი აქვს. მაგრამ რეები აქვს გასაკეთებელი ზუსტად ეგეც არ ვიცი რომ გაიაროს ტექდათვალიერება. როგორც გითხარით, პირად ურთიერთობაში რაღაც ძალიან დაძაბული და ისეთი პერიოდი მქონდა და მე არ ვარ ისეთი ადამიანი, ვინც მაგალითად ქმარს ან ვინმეს ეთქვის, აი აბა მიდი, აბა გამიკეთე, აბა წადი და აი შეჭამს და აი ყელში წაუჭერს და ანუ თუ ადამიანი თვითონ არ შემოგთავაზებს და არ ეცდება რომ დაგეხმაროს და შენზე იზრუნოს, ანუ მე არაფერს არ ვიტყვი, მე არ მოვითხოვ, ანუ
კი, შეიძლება ეს ისე იყოს, რომ თავი მარტო იგრძნო და რეალურად არის კიდევაც გარკვეული მარტოობა ეს, მაგრამ ნუ ეგ ცალკე თემაა და დავიწყე ფიქრი რა მექნა, იმიტომ რომ ძალიან მაღელვებდა და კი მოვიფიქრე რა მექნა, მაგრამ მე შესრულება არ შემეძლო, იმიტომ რომ მეთან ADHD, მაგრამ ამას ADHD-ის პარალიზი ქვია, როცა რაღაცა ძალიან რთულად გეჩვენება ან გეშინია, იმას არ აკეთებ. ხო, პირიქით უნდა აკეთებდე, მაგრამ არ აკეთებ და აი ესე დებდა თან ისინი მაწუხებ და გადარჩენაში ვიყავი და ხა მანქანა ვფიქრობდი რომ ბოლოს და ბოლოს მივიყვან იმებში თუ ვერ გაიარა ერთი თვე ხომ აქ მეთქი და მე კიდე რაღაც გავუკეთებ რაც მეტყვიან ხო რა. ხო და გამახსენდა მოკლედ ამ პერიოდში რომ არსებობს ქარო რომელიც მოვა ასისტენტი ესე იგი ყოფილა დამწყები 20 ლარი ღირს, საშუალო 40 ლარი ღირს და პროფესიონალი 60 ლარი ღირს და ვიფიქრე რომ აი 40 ლარიანს გამოვიძახებ და მივწერე ჯერ მე მეგონა მესენჯერით ხდებოდა და მივწერე. ძალიან კულტურულად, ძალიან საყვარლად მიპასუხეს და ისა რა ქვია, ნუ ამიხსნეს ეს პირობები და მითხრეს რომ აპლიკაცია უნდა ჩამოტვირთო და იქიდან გამოიძახო და გადავწყვიტე რომ მე თქვა, საერთოდ არ მაქვს ეს დამუშავებული, როგორ უნდა გააკეთო რანაირად და რაღაცა და ეს თემაც განსახილველი მაქვს და გასავლელი ჩემ თავთან. ანუ პირდაპირ მან ვუთხარი, ალბათ პირდაპირ მან და უნდა მე თქვა და უნდა მომეძებნა დამფუძნებელი ვინც არის და იმის უნდა მიმეწერა იუთუბერია ეგ ბიჭიც როგორც ვიცი. მაგრამ მანდ მივიწერა მეთქი იუთუბერი ვარ და ტიკტოკერი მეთქია თუ შეიძლება თქო რომ რაღაცა ფასდაკლებები იყოს მეთქი, იმიტომ რომ სულ ვითანამშრომლებ თქო რადგან ანუ არ მithქვამს უფასოდ უბრალოდ აი ეხა ხო ისედაც გიყვებით ამაზე და თან გადავიღებდი რაღაცა პატარა ვიდეოს და რაღაცა ფასდაკლებები რო ქონოდა, იმიტომ რომ მე ჩემთვის არის ძალიან რთული ხელოსნებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ საერთოდ არ ვიცი არაფერი და აი ძალიან დიდი სტრესი, აი ძალიან დიდი სტრესია რა მოკლედ ჩემთვის და ისიც ძალიან დიდი სტრესი რომ ადამიანს ეხვეწო, მუდარო, მე ჰაი ჰუი და არ მინდა ეგ და ანუ მზად ვარ რომ გავიჭირო, მოვიკლო, გადავიხადო და ეს მქონდეს, აი ძალიან მაგარი რაღაცა მოიფიქრა, მაგან ვინც მოიფიქრა, ეგ ჩემნაირი ადამიანებისთვის ან იმათვის ვისაც ფული პრობლემა არ არის, მაგრამ დაკავებულია და დრო პრობლემა, ანუ ეგეთი ადამიანებისთვის ან ვინც საერთოდ ვერ ერკვევა ჩემსავით მანქანებში რაღაცა, იცი რა, შეიძლება მე იმდენად მომატყუო და იმდენად უფრო ბევრად ძვირი გადავიხადო და პლიუს ჩემ ძალიან დიდი დრო დავკარგო, რომ ესე უბრალოდ რენდომ ხელოსნებთან რო ვიარო, იმიტომ რომ აგერ ჩვენთან იქ ჩასასვლელში წელს ის არ ვიციო ვარგა თუ არაო შენი რა ქვია იმას რო აციებს მანქანას კლიმატ კონტროლის ანტიფრეზი გაყინვის. მოკლედ რომ ჩაამატო რა და ის რაღაცა ჩაამატა, გაასხა, ნუ ვაფშე არ ჩავიდა და იმის ფული მაინც გადამახტევინა. ანუ ცოტა კი არ გადამახტევინა, სრული გადამახტევინა და ხა იქ ხوار დავიწყებდი რაღაც. პროსტა იქ აღარასდროს აღარ მივა, მაგრამ წარმოიდგინე ხა ესეთი გამოცდილებები, რომ გიგროვდებ, ანუ არ მინდა მოკლედ ეგ რა და რა ვიცი რა ჭირს ამ მანქანას, დიდი არაფერი არ ჭირს, ერთი ისაი რომ ის არ ასხავს წყალს, ხო იცით? წყალს არ ასხავს, ცხელის ტორმუზი მუშაობს, მაგრამ რა ვიცი ცოტა სლაბად არისო და შეიძლება მაგისი გამოსვლა დაჭირდეს და კიდე თერმოსტატთან აქვს რაღაცა მგონი, ზუსტად არ ვიცი, მოკლედ აი ეს პრობლემები აქვს და ესე იგი აი მთელი ეს დღეები აი ვიცოდ რომ მოდიოდა რომ თავდებოდა თვე რომ იწყებოდა ახალი აი ძალიან ნერვიულობდი ძალიან გავწი მაგრამ ვერ შევდელი რომ უბრალოდ ანუ დარეგისტრირებული ვიყავი აი ამ ტელეფონში რომლითაც ეხა ვიდეოს ვიწერ აპლიკაცია გადმოწერილი მქონდა მაგრამ ჩემი აქ მაგ ტექ პასპორტ ტექ მანქანის ტექ პასპორტი ხო ეგრე ქვია ანუ ეგ უნდა შემეყვანა მანქანის ნომერი ტექ პასპორტის ნომერი და რაღაცები და აი მაგას ვერ ვაკეთებ წარმოიდგინე და ეხა დღეს დილას ანუ რაღაცნაირად დავმშვიდი დავწყნარდი ამ საკითხთან დაკავშირებით და დღეს დილას ეხა შევიყვანე ყველა მონაცემი და მივეცი გამოძახებას და გამოვიძახე ეს 40 ლარი რომელიც დღეს მე მომივიდა შეტყობინება რომ ჯუნიორი მოდის ანუ დამწყები მე მგონი ანუ შემიცვალეს და რატო შემიცვალეს არ ვიცი და თან დამწყებით რატო შემიცვალეს ალბათ ყველა დაკავებული იყო ის საშუალო ვინც არის ალბათ ყველაზე მეტად მაგათ იძახებენ ხო ხო და მოკლედ ისა
დამირეკა რომ 2 საათში მოვალო და ნახოთ, ანუ მინდა ვუთხრა რომ არ გავუკეთოთ აბსოლუტურად ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან შეზღუდული ვარ თანხაში. ეხლა და ანუ ისეთი რაღაცა გავუკეთეთ, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ გაიაროთ ტექდათვალიერება. კიდე რომ მივწერე მითხრეს, რომ ტექდათვალიერებას ისეთი ისიც გვაქვს, რომ შეგვიძლია წავიყვანოთ ტექდათვალიერება, გავატაროთ და მოგიყვანოთ გარუცი რა ღირს ექსერვის. ხო და მოკლედ ჯერ საერთოდ რა მიჯდება ამ ყველაფერს გაკეთება. ხა წაყვანა და მოყვანს მე თვითონაც ვიზავ. просто რა დაჯდება, მაინტერესებს და მინდა რომ ჩვენ მანქანას მივხედო, მინდა რომ გამართული იყოს, ძალიან მიყვარს და ფიქრობ რომ 1-5 წელი ძალიან დიდი სიხარული და სიამოვნებით მეყოლება და მე მაგალითად რომ გავყიდო და ერთი მაგდენი თავამატო და მე მინდა რომ რაღაცა პატარა ჯიპი ვიყიდო. აი 4-4-ზე რომელიც იქნება, ოღონდ პატარა ჯიპი რომ მოკლე. იმიტომ რომ დიდი მანქანა მე არ მინდა და ჯიპი იმიტომ მინდა რომ აი 4-4-ზე რა ყველგან ავაღმერთ მარქნას და რამე რომ მოხდეს გაჭირვების პერიოდი რაღაცა რა ვიცი ზომბი აპოკალიფსი რომ დაიწყოს ანუ ყველგან რომ მიდის ეგეთი მანქანა 4-4-ზე თან ახლა თოვლი რო იყო და ყინვა აი აქედან ჩვენი მანქანები ვერ ამოდიოდნენ ანუ ბუქსაობდა და რაღაცა და ანუ მინდა რომ ყველგან მავალი იყოს და მე მასაც ვიყიდი ხო ასე ხო და ეს ხალხო აი ძალიან ეხა იცის როგორ ვარ, აი ძალიან სტრესს რო გადაივლი და მე რომ მოეშვები ხო იცით ეგრე. თან ციკლის წინა პერიოდი მაქვს და ამ დროს ყოველთვის არის ხოლმე ჩემი კვება ყველაზე ქაოსური. ანუ ამ დროს მე აღარ ვუყურებ ხოლმე იმას, რომ რაღაცა მეტი ცილა და ესე ვჭამო, ამ დროს უბრალოდ იმაზე ვარ ხოლმე ორიენტირებული, ზედმეტი, ანუ პროფიციტში არ წავიდე. და ან შენარჩუნებაზე ვიყო, ან ცოტათი მაინც დეფიციტი დამრჩეს, აი ამაზე და რაც მინდა ეს ვჭამო, ეხა ვჭამე, ძალიან მინდოდა ერთჯერადი სუპი, ერთი კვერცხი, თინუსი, ჯანჯაფილი, ძალიან გემრილა ვჭამე და მე ეს რძიანი ყავა, ოღონდ 3-1 რვა ეგ არა, ჩვეულებრივ ზედასხმული ყავა, ხსნადი და ის თავაყოლე პატარა რა ქვია მაგას? ქადა. ოღონდ სომხური კი არა, იმ რგვალი ფუნთუშასავით ქადები როა და გულში ის აქვს. რა ქვია კაცო, ნიგოზი, სუზალადან მომიტანეს გულში. ხო და მოკლედ ეგრე. თოკოთ გაციებული, ამეც როგორი გაციებული ვიყავი და სუპი მინდაო. ხო და უნდა გავიდე და ვიყიდო ხახვის, ტაფილო, ბულგარული, ყვავილისა, ბროკოლი ეგ უყვარს მაგას ეგენ ძალიან და აი მაგების სუპი მინდაო, ბოსნეულების სუპი, ოღონდ ტომატ-პასტის გარეშე ვერ იტანს ტომატ-პასტიან სუპები არ უყვარს მოკლედ და ბროკოლიანები კიდე უყვარს და მაგას გავუკეთე. მე საერთოდ ბროკოლები და საერთოდ სუპები არ მიყვარს. აი მაკარონში სიამოვნები ვჭამ ბროკოლს, სიამოვნები ვჭამ, სუპებს ვერ ვიტან. ერთად შედარებით მომწონს კრემ სუპები, ოსპის სოკოს და ეგენი რა. ოღონდ აი ჩვეულებრივი სტანდარტ სუპები არა. აი სოკოს კრემ სუპს მე სიამოვნებით შევჭამდი სხვათა შორის ახლა დავფიქრდი. ხო და ჯერ რა ვიცი ველოდები აბა მოვიდეს ის ბიჭი და ერთი რას მეტყვის, ალბათ უნდა წაიყვანოს და ნახოს აქ ზეპირად ხო ვერ მეტყვის. არ ვიცი. მაგათ ეცოდინებათ რა სამოწმებენ ტექდათვალიერებაში. ანუ მანქანა გამართულია, პროსტა ხო რაღაცები იქნება, რაც გასაკეთებელი და თანხას როდის გადავიხდი, ახლა რომ მოვა თუ, მე რომ მომიყვანს მანქანას, მოკლედ თარფი არ ვიცი და როგორც გავიგებ, ეტაპობრივად მოგიყვებით და გაგიზიარებთ თქვენც რა თქმა უნდა. კიდე ესე იგი ეს დღეები ძალიან ცუდად რო ვიყავი, ერთადერთი არსება, რომელიც მაღიმებდა ამ ქვეყანაზე, ეს ერთადერთი არსება იყო ბონი. არც კატა, არც შვილები, არც ბუნება, აღარა, ვაფშე არაფერი. ერთადერთი არსება, რომელსაც გულში ვიკრავდი და აი ღიმილს მგვრი და სიხარულის, სიყვარულის, ბედნიერების ეს იყო ბონი. ბონი არ ვიცი, ძალიან სიტკბო. და ძალიან მინდოდა ისა კანეგორსოს ლეკვი და მოვძებნე ორი ვარიანტი, მივწერე და გუშინ კინაღამ ვიყიდე ხალხო. იცით რა სირცხვილი დამემართა? ესე იგი მივწერე. ერთი კვირის წინ მივწერე რა ამაგას და ძაღლსაშენი ეგ. ხო და ძალიან საყვარელი ლეკვი ყავს.
და გორში უთხარი შეიძლება მეთქი მე ჩამოვიდე და ვნახო თქო იმიტომ რომ მითხრა მე ჩამოვაყვანინებო მაგრამ თუ ჩამოვაყვანინებ მეთქი მე ვერ გეტყვი თქო რომ არ ვყიდულობ რა ხო და მე რომ მოვიდე თქო და ვნახო ეხლა თან ნახეთ რაშია ყველაზე მთავარი საქმე რომ ძალიან მაგრამ მინდა კანეკორსო და აი რომ მქონდეს შესაბამისი ფული და რომ ჩემს სახში ვცხოვრობდე, ანუ შესაბამისი ფული ვიძახი, ყვება და ასე შემდეგ. საერთოდ, ანუ არც კი ვიფიქრებდი მომიყვარა, თუ არა მოვიყვანდი, მაგრამ რადგან ჩემს სახში არ ვცხოვრობ და ერთი თვისაა ძაღლი და ორ თვენახევრამდე ქარეთ ვერ გაიყვან, იმიტომ რომ აცრებამდე არ შეიძლება მოკვდეს, რამე დაემართოს და მოკვდეს, ანუ იქამდე სახში უნდა იყოს და სახში უნდა ქნას ყველაფერი და სახში რო უნდა ქნას ყველაფერი, მე კი მოვწმენდა, მაგრამ ამას მოყვება გამუდმებული უსიამოვნება. და, ну, მართალიც იქნება, იმიტომ რომ, ну, არ უნდა ადამიანს და მის სახლია, ხო? ეს ერთი მეორე, ანუ ყვება, მაგ ჯიშს უნდა კარგი ხარისხის საკვები და სამწუხაროდ მე ხა იმის ტრაკი რომ ყავდეს ეგეთი ძაღლი შევინახო, არ მაქვს, ჩემდა სამართლიანად და სამწუხაროდ. და ეგ მომენტები მაჩერებს, მაგრამ ძალიან მინდა ხო და ეს ფულით საყიდელი საიდან მომაქვს რომ მკითხოთ, არ საიდან, ანუ აი შავი დღის თვის გადადებული ერთი თვის ფული რომ აქვს, ის უნდა დავხარჯო და ეგეც აღარ უნდა მქონდეს. ანუ ხო ხდებით, ყველანაირად დროს სისულელია და არანაირად რო უნდა გააკეთო. და მაინც რომ მთელი არსებით გინდა. და მე ახლა კიდე ეგ ისეთ ჯიშია, ახალ ბედას რო არ უნდა ყავდეს, მე ახალ ბედა არ ვარ ძაღლებში, მაგრამ ესე რომ აღზარდო, ასწავლო არა. თუ არა მწვრთნელი აიყვანო და მწვრთნელიცით რა ღირს, 6000 ლარი ღირს თურმე. მაგის შანსი ხო საერთოდ არ მაქვს. ხო და ანუ ეს საკითხი არის რაც მაფიქრებს კი და ეს გამოც მე არ უნდა მოვიყვანო ახლა ძაღლი, მაგრამ მეორე ხრივზე ძალიან მინდა. და ახლა ამ ყველაფერს იმ ადამიანს ხო ვერ ეტყვია რა. და ნუ ისიც არის ახლა ლექთან კონექტი თუ არ იგზენ ისე ვერ იყიდი მე მაგალითად ბონჯკა რო ვიყიდა მაშინ გოგა რო არის ხო იცით TikTok-ზეც არის რეცეპტორშიც კარამანიან თუ ზუგარი არ მახსოვს მოკლედ გოგა რო აი საჭმელებზე რო იღებ და ვიდეოებს ხოლმე იღებს თუ იღებდა რავი ადრე მოხდებოდა ეხლა აღარ მოხდება ნაკლებად ხდება მაგას ყავდა შეხუები თეთრი და ანუ მაგასთან ვიყავ შეთანხმებული უნდა მენახა და მე ვნახე ჩემი გოგო ანუ ვნახე ჩემი გოგო ვიცოდი ეს იყო ჩემი გოგო ანუ ძალიან შემსხვა და უთხარი რომ ვერ მოვალ მეთქი ანუ არ მქონა ნათქვამი რომ შენ ძაღლს ყიდულობ თქო ნათქვამი მქონდა რომ მოვალ სანახავად თქო სხვისიც უნდა ვნახო თქო ეგეც ნათქვამი მქონდა მაგრამ ეს ჩემი რომ ნახე ეგრევე ვიყიდე და ვიწერა აღარ მოვალ თქო ბოდიში თქო იმიტომ რომ უკვე ვიყიდე თქო და ანუ ეწყინა ადამიანს რა რატო დამაკარგინეო დროო და ანუ რომ ვისაუბრეთ და რაღაცა ხო და ნუ მე რა ვიცი არ ვთვლი რომ ეგ დროის დაკარგვა არის ნუ კი შეიძლება ადამიანი თვლიდეს მაგრამ მე არ ვთვლიდი და რომ მე ფიქრა რომ დროს ვაკარგვინებდი ალბათ არც ანუ არ გავესაუბრებოდი რა მაგრამ არ მიფიქრია მოკლედ და ეს ანუ აი კონექტი უნდა მქონდეს ისე მეცხოველს ვერ ავიყვან იმიტომ რომ მყავდა ძაღლი რომელთანაც რომ ვყიდულობდი ერთი იყო და კონექტი არ მქონდა ვიყიდე და მთელი ცხოვრება კონექტი ჩვენ არ მქონდა ხო და ანუ მეძაღლები ვინც ხარ და მეკატები გაიგებთ ხარ ასე ვიძახი რა ხო და ნუ ეხა ის კატაკუდებოდა და უნდა გადამერჩინა მან არ იყო კონექტი მქონდა თუ არ მქონდა მაგრამ თუ მიდიხარ და ყიდულობ კონექტი მქონდეს ხო და მოკლედ მირეკავდა ეს ბიჭი საღამოს ანუ რომ ძაღლები მოიყვანა და მენახა და ისე შემრცხვა ხალხო ეხაც ისე მრცხვენია არ ვუპასუხე იმიტომ რომ ვერ ვეტყოდი ამ ყველაფერს როგორ ვეტყოდი ეხაც ისე მრცხვენია აი ვერ წარმოვიდგინეთ როგორ მრცხვენია და თან ძალიან მინდა თან ფული არ მაქვს და ფულით რომ მქონდეს ანა ფული რომ მქონდეს ვიყიდით ჩეზე მე ვიფიქრებ რომ ეს რა უტანელია აი ჩემი თავისატანა მე არ შემილია ყვას კი არა გეხვეწები 800 ლარი ხო
და მეორე კიდე აქვე ცხოვრობს სადღაც ვიღაცა. იმან მოთხოვე $450. $450 $1200 ლარია სადღაც. მაგან უფრო ძვირი თქვა კიდე. და თან მე საკითხია ვაფშე აღვსდი ვერ აღვსდი. თუ ვერ აღვსდი მაგ ხელაძაღლს, უნდა ახსარებთ. მაგრამ ძალიან მინდა, დიდი ჯიშის სახლი, ჩემი დიდი ჯიშის სახლია რა. კი ძალიან მარტივია, პატარა და ფაქტიურად არ ყავს და ძალიან ტკბილია, ძალიან მიყვარს, მაგრამ აი დიდი ძაღლი ძალიან მაკლია და მინდა. ხო და მე კიდე საფხურში სხვაზე რო წავალ, სად რო წავიყვანო? ვიძახი ჩემი თავისატანა არ მაქვს. ხო და ვცდილობ ყველანაირად TikTok-ზე სუმაგებს უყურებდი, უკან ეკორსოები იყო და ვცდილობ რომ არ ვუყურო, მაგაზე აღარ ვიფიქრო. აღარ ვნახო განცხადებები, არავის არ მივწერო, იმიტომ რომ სისულელეა ჩემ მდგომარეობაში. და მოკლედ წესიად მოვიქცე. ესე. კი არა. კატას ახლა ეფხანება ბჭყალები, თუ რა ვიცი რა. აი ესე იფხანს სკამებზე. ეს სკამები კი უკვე ფუჭდება, აი სოფიამ რომ მაგილა სკამები გვაჩუქა, ხო იცით ეს ტყავი რო ქონდა, რა ვიცი შეჭამეს ამათმა ჩემებმა, დაიწყო აძრობა რა. ხო და ეს კატა კიდე ესე მიდის უკან, ესე კაწრის ესე შპალერებს და ყველაფერს და მაგას უნდა ბჭყალების მოსაფხანი, რომელიც იყიდება. თემუზეც კი ისეთი ძვირი იღებს, აი რა ვიცი. იმ დროს ნახე ისეთი კარგი. აქ ზოომაღაზიებში 150-200 ლარები იღებს ხალხო. ხო და გარეთ იყო გადაგდებული, ესე ზემოთ დასაწოლიც რო აქ ეგეთი რა და ოღონდ ზედანაწილს შემოფლეთილები ქონდა ზემოთ, ტყვა გაფუჭდა სპონჯი, ყველაფერი კაი ქონდა, უბრალოდ აი ეს ქონდა გაფუჭებული და მეთქი მაგას მოხსნა და ახალს დავახვევ თქო რა და მე რათოკო ვიყავით და სანაგვესთან იყო და უნდა წამოვიღო თქო თუნდაც ხა ხარ გამაგიჟო და ეგ მაქენ არ წამოიღო. ხო და მე ვიფიქრე რომ იქნებ მეთქი ნახე რატო არ წამოვიღე. იმიტომ კი გამიტყდა რომ იქიდან წამომეღო. არა. ვფიქრე რომ იქნებ მეთქი იმ ადამიანს ვინც ეგ გადააგდო კატა მოუკვდა თქო და იქნებ იმ კატას რაიმე ესეთი ვირუსი ან რამე ჭირდა მოდიო შეიძლება ჭემ კატას გადაიდოს და რამე მოუვიდეს თქო. ამიტომ არ წამოვიღე. თუ წამოვიღები და რომ გავიარე მეორეჯერ. ყველაფერი მთელი ნაგვები ისევ იქ იყო, წაღებული არ იყო ნაგები და ის აღარ იყო ვიღაცამ წაიღო. რეალურად კარგად გარეცხავდი და რა ვიცი. რამეც რო ყოფილიყო, მაგრამ ხო და მოკლედ მინდოდა მეთქვა რომ თუ ვინმეს გააქვთ ეს კატის ბჭყალის საფხანი, ვერ ვიყიდი ახლა მე მაგას და ეს კი ცოდოა. და ჩემი სკამებიც ძალიან ცოდოა. ხო და თუ ვინმეს გაქვთ და აღარ გჭირდებათ. რა ვიცი, რატო შეიძლება აღარ გჭირდებოდეთ, მაგრამ თუ იქნებ მე და ოტოს გვაჩუქოთ. თუ გაქვთ. ავერტო ჩემო. და კანეკორ, რა კანეკორსო ქალო აი რა. აი ხა 37 წლის ხდები 37 წლის ასაკში იმის ტრაკი არ უნდა ქონდეს კაცს რომ ის ძაღლი ყავდეს რომელიც უნდა მაგის საჭმელი ან კატისთვის ბჭყალის საფხანი ეგ უნდა იყოს პრობლემა მაგრამ მეორე მხრივ ნახე მე მინდა რომ საყვარელი საქმე ვაკეთო მე მინდა რომ სიმართლეზე მივიდგე მე მინდა რომ შენი ღბული ნაგავი არ გავყიდო მე არ მინდა რომ ჩემს შვილებს მოვშორდე და შორს ვიყო და ამ ყველაფრის ფონზე მაგის რაც მაქვს. იმიტომ უნდა დავეტიო ერთ ადგილას შევირგო რაც მაქვს და უბრალოდ მეტი ვიშრომო და მეტად მოვინდომო. და ის გამოჭუბესებაც შეიძლება ეგ გამომჭუბესო. აი, მოგენატრას ჩემი გულის გადაშლები. აი, ისიც გაჩვენოთ რა საყვარლები არიან. მოგეს ტელეფონი მოიცა. და მელოდეთ. აი ეს მომეწონა, ავარჩიე კიდეც. ნახეთ როგორი ყურება. ნახეთ როგორი ღრმა თუ აი
ის არის ინტერესიანი და ექსტროვერტი და ეს უფრო ინტროვერტი ტიპი, ნახეთ რა საყვარელია. ვიდეოც მაქვს, ვიდეოც გამაქვს. აი რო ზის ეს არის უფრო პატარა, რომელიც მე მომეწონა. ნახე როგორ გადავიბადრე ღმერთო ჩემო. მე ძაღლი, ზუსტად ვიცი რომ 2 ძაღლი, 1 კატა მინიმუმ აუცილებლად მიყოლება. მთელი ცხოვრება. ხო. ესეთი იყო ეს თილის ვლოგი. მიყვარხართ ძალიან. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. შემომილაწუნეთ. და თუ კატის ბრჭყალის საფხანი გაქვთ ვინმეს და არ გჭირდებათ. ეკნებ გვაჩუქოთ მე და ოტოს. ორივეს მადლი მოისხენ. იმიტომ რომ ვეჭხუბებით და რა ვეჭხუბებ მეწოდება. რა უყურს რომ თავი ჭყალებს ხე ამას არ აქვს. ვერსადეს ვერ ადის. და შპალერის ჩამოხევაზე დედა ეჭხუბება, სკამზე დედა ეჭხუბება, მაგრამ რა უყურს ამ თავი ბრჭყალებს მე ბონიზე მაგაცაც დედა ეჭხუბება და მე ხელის უდაგაწრული მაქვს. ჩემ თავს ვაჭმევინებ მე. აი ესე. კატისთვის ის ვერ მიყიდია და კანე კორცოზები.